ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დღეს დაახლოებით შუადღეს 4 საათზე დააკავეს ტელეკომპანია ფორმულას ეზოს მიმდებარე ტერიტორიასთან. მოგვიანებით კი ის გადმოიყვანეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და იქ უკვე დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მისი გამოკითხვა. ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ედავებიან საჯარო სივრცეში ტელევიზიებში და სოციალურ ქსელებში განცხადებების გაკეთება, სადაც ის გამოძიების ვერსიით მოუწოდებდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ასევე სამართალდამცველი უწყების თანამშრომლებს, რომ 4 ოქტომბერს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის დაგეგმილი და ოპოზიციის ნაწილი გეგმავს ქუჩის პროტესტის გამართვას, ამ დღეს სამართალდამცველებმა არ აღმართონ ხელი, როგორც ის ამბობს, აქციის მონაწილეებზე, მშვიდობიან დემონსტრანტებზე და არ გამოიყენოს მათ წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები, მათ შორის რაც არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, აქ იგულისხმება ცემცადენი გაზი, რეზინის ტყვიები, ასევე წყლის ჭავლი. ეს განცხადება ლევან ხაბეიშვილმა საჯაროდ გააკეთა სატელევიზიო ეთერში 25 ივლისს და სწორედ ამ განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და დღეს გახდა ამის შესახებ ცნობილი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ გაგნიძემ აცნობა საზოგადოებას ლევან ხაბეიშვილის დაკავების შესახებ და კონკრეტულად გააცნო ის მუხლი, რის საფუძველზეც მას ედავება სახელმწიფო. ეს არის 339 მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, კერძოდ კი ამ მუხლის მეორე ნაწილი, რაც ითვალისწინებს მოხელისთვის უკანონო ქმედების შესანარად ფულის შეთავაზებას და ითვალისწინებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პატიმრობას 4-დან 7 წლამდე. ლევან ხაბეიშვილს არაერთხელ უთქვამს, მათ შორის სატელევიზიო ეთერების მეშვეობითაც, ასევე სოციალური ქსელებითაც და საჯარო განცხადებებში გაუკეთებია ეს განცხადება, რომ ის $200,000 დააჯილდოვებდა ყველა იმ პირს, რომელიც გასცემდა რაიმე სახის ინფორმაციას, რომელიც საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ ყოფილიყო, ქართული ოცნების ხელისუფლებას არ ჰქონდა ქვეყანაში ძალაუფლება, როგორც ასევე ლევან ხაბეიშვილი არაერთხელ აცხადებდა ამ საჯარო განცხადებებში და მოწოდებებში, ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს პირდებოდა ყველა იმ შესაბამის გარანტიას, თუ კი ისინი არ გამოიყენებდნენ, როგორც გითხარით, როგორც სპეცსაშუალებებს, ასევე არ შეასრულებდნენ ბრძანებებს უკანონო ქმედებების შესახებ. ლევან ხაბეიშვილი ასევე არაერთხელ ამბობდა, რომ მას ჰქონდა ყველა საჭირო ვიდეომასალა, თუმცა აქვე დაძდენდა, რომ მხოლოდ მის ხელში არ იყო ეს ვიდეომასალები და ვიდეომტკიცებულებები, არამედ ყველა ეს მასალა ჰქონდა დაშიფრული, გასაიდუმლოებული, მათ შორის სხვა პირებთანაც. აღნიშნული ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს პირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე. ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ პირდებოდა $200,000 ASH გადახდას. გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი $200,000 ASH ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას. ლევან ხაბეიშვილი ასევე აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით მას აქვს და მის გარემოცვას აქვს ვიდეომასალები, სადაც აღმოჩნდილია მისი შეფასებით წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტები, მათ შორის პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაშლისას. რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთას ზოდელავა. ამ შემთხვევაში მას გამოძიება ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მურთას ზოდელავა გამოძიების ვერსიით და ეს ინფორმაციაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მან წინააღმდეგობა გაუწია კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებს იმ დროს, როდესაც ლევან ხაბეიშვილმა მას გადასცა მობილური ტელეფონი. გამოძიების ვერსიით მურთას ზოდელავა შეეცადა მიმალვას ტელეკომპანია ფორმულას მიმდებარე ტერიტორიიდან, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა
დამცველებმა მისი დაკავების ბრძანება გასცეს, მან წინააღმდეგობა გაუწია და როგორც სუსი აცხადებს ბრიფინგზე, ფიზიკურადაც კი დაუპირისპირდა იქ მყოფ სამართალდამცველებს. ასევე ადვოკატის პოზიციაც არის საინტერესო. გიორგი კონდახიშვილს 4 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ლევან ხაბეიშვილთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და ადვოკატი ამბობს, რომ ეს არის მათ შორის ევროპული კონვენციის დარღვევა, თავად ბრალდებას კი აბსურდულს და კომიკურს უწოდებს სახელმწიფო სამსახურებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადვოკატთა არ შეშვებას ასევე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი და ომბუდსმენმა ეს ფაქტი დაგმო. წარმოიდგინეთ ლევან ხაბეიშვილმა პოლიტიკოსმა გააკეთა არაერთი საჯარო შეთავაზება ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების მიმართ, რომლითაც იგი როგორც პოლიტიკოსი დაჰპირდა მომავალი ხელისუფლების სახელით იმ პოლიციის მუშაკებს, რომლებიც მოიქცეოდნენ კეთილსინდისიერად, არ იძალადებდნენ ხალხზე, არ შეასრულებდნენ უკანონო დავალებებს და ასე ვთქვათ დააწყობდნენ ფარებს, თუ კი მიიღებდნენ ხალხის დარბევის ბრძანებას. ამისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან სამომავლოდ მომავალი ხელისუფლების სახელით დაჰპირდა ფულად ჯილდოს. ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური დაპირება, მით უმეტეს, როდესაც ამაზე საუბრობს საჯაროდ და ღიად პოლიტიკური ფიგურა. ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეფუთა ქთამის მიცემის შეთავაზებად, რაც არის სამართლებრივი აბსურდი. უნებრივია ლევან ხაბეიშვილის და მუქთა ზოდოლავას დაკავებას გამოეხმაურნენ ასევე პოლიტიკოსები. ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გააკეთა განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან საღამოს 8 საათზე. მან თქვა, რომ ხვალიდან 12 სექტემბრიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაიწყებს ერთობლივ კამპანიას იმისათვის, რომ უფრო მეტ მოქალაქეს გააგონონ ხმა და ოპოზიციის ხმა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან და ქვეყანაში შემდგომ განვითარებად პროცესებთან დაკავშირებით. ასევე კომენტარები გააკეთეს კოალიცია სულილებისთვის ლიდერებმა, ასევე კოალიცია ლელოძლიერი საქართველოს ლიდერებმა. მათი განცხადებით ქართული ოცნების ხელისუფლება და კონკრეტულად ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არიან შეშინებულები. მე პირადად თინა ბოკუჩავა ვიმეორებ, რომ მას შემდეგ რაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი დაემხობა, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 7 ჯერ გაზარდა პენსიები, გააოთხმაგა საქართველოს ბიუჯეტი და უამრავი სხვა სიკეთე მოუტანა საქართველოს, დიახ, კვლავ პირდება ყველა გედედეს თანამშრომელს და ძალოვანი სტრუქტურის ყველა წარმომადგენელს, რომ დიახ, თქვენ მიიღებთ ჯილდოს $200,000 ოდენობით. ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ჩავიტანთ საქართველოს დროშას. იმისთვის, რომ საქართველოს დროშა კვლავ ამაყად ფრიალებდეს რუსთაველის გამზირზე. და ეს დროშა ამაყად იფრიალებს 4 ოქტომბერს. აბსურდულია, სასაცილოც არის და ამავდროულად. მე სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე რა შედავებიან ამ კაცს. 2 თუ 3 თვის წინ განცხადებული პოლიტიკური განცხადება. არა, ბიძინა ივანიშვილი ჩვენ ყველას ერთად გვედავება ერთ რამეს. ვისიც ეშინია, ვისიც წინააღმდეგობაშია, ცდილობს მის მიმართ რეპრესიებს და ძალადობას. ლევან ხაბეიშვილია ახლა ციხეში ან სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, სხვა კი არა, ყველა ოპოზიციური პარტია ჩვენ გავაგზავნებთ ბრძოლას. ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში დასრულდება. ანტიქართული ოცნება და რუსული რეჟიმი აგრძელებს ძალადობას დემოკრატიაზე ამ ქვეყანაში, აგრძელებს ძალადობას და დევნას პოლიტიკური ოპონენტები. სრულ სოლიდარობას უცხადებთ ლევან ხაბეიშვილს, გაბედულ პოლიტიკოს და ადამიანს. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ არნაირი შიში არ დაისადგურებს იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც წინააღმდეგობაშია ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილს მართავს შიში ყველა მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში. სუსი არის პოლიტიკური დღეს და ემორჩილება ივანიშვილს, სასამართლო არის პოლიტიკური და ემორჩილება ივანიშვილს, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ დავთმოთ არც ერთი გოჯი, მისხალი და სანტიმეტრი თავისუფლების. ამ ფორმით შეუძლებელია გააჩერონ ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. სოლიდარობა ლევან ხაბეიშვილს, ისევე როგორც სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს. სოლიდარობა იმ ახალგაზრდა აქტივისტ გოგოს, რომელიც აგრეთვე პოლიტიკური
დემონსტრაციული სამაგალითო მიზნით არის დაკავებული. ეს ყველაფერი მალე დასრულდება, თუ საქართველოს ყველა მოქალაქე დავირაზმებით და აბსოლუტურად ყველა ბრძოლის ველს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქვეყანას მოვაშოროთ რეჟიმი, რომელიც ემსახურება არა ქართველი ხალხის, არამედ რუსების ინტერესებს. ლევან ხაბეიშვილის და მუხტაზ ოდელავას შესახებ დაკავების ცნობა არ იყო ერთადერთი ინფორმაცია, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღევანდელ 17 საათიან ბრიფინგზე გააცნო საზოგადოებას. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც არის დაკავებული. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ფულის ლეგალიზების ფაქტზე და ამ ფონზე უკანონოდ შემოსავლის მიღების საქმეზე დაკავებული არის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჯუანშერ ბურჭულაძე. ის გადმოიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატების ინფორმაციით სამედიცინო დახმარების ავტომობილით რამდენიმე დღის წინ, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, მან სახლში ტრავმა მიიღო, წაიქცა, რის შემდეგაც მიღებული აქვს ტვინის შერყევა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განმარტა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების კადრები მისი ინტერესებიდან გამომდინარე არ იქნება გამოქვეყნებული. რაც შეეხება ასევე კიდევ ერთ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, კონკრეტულად აი ამ საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძესა და მისი გარემოცვის შედეგად გამოძიების თანახმად სახელმწიფოს და კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს მიადგათ $1,000,000 ლარზე მეტის ზარალი. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით თავისთვის და ვმ-თვის გამორჩენის მისაღებად საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ გხ-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ვღ-მ მინისტრის ახლო ნათესავის ვმ-ს დახმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2,06,272 ლარად ღირებული მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3,940,000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის მინისტრს მიადგა თავდაცვის სამინისტროს 1,323,728 ლარის ქონებრივი ზიანი. 2025 წლის იანვარში ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544,000 ევროდ შეიძინა ესპანეთში მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა შენიღბის მიზნით 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბაწყნეთში ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620,000 ევროდ მიყიდვის შესახებ. თავდაცვის მინისტრის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის გეგმე პუნქტითა და ამასთანავე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს პატიმრობას 9-დან 12 წლამდე. შეგახსენებთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში 2021-2024 წლებში იკავებდა და მისი გარემოცვის და მოადგილეების საქმეებზე გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო პროკურატურამ.